საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. Საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 864,300 ადამიანამდე გაიზარდა, მათგან 71% ქალია, 29% კი კაცი. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით 16,229 ადამიანმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 65,800,000 ლარი გაიცა. საქართველოს-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა ასოციაცია, რომლის დაფუძნებაზეც BMG გასულ თვეში წერდა, რეესტრში იანვრის ბოლოს გამოჩნდა. დეტალურად გიყვებით რამდენიმე წუთში. მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ქმნის. ციპის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხმდროში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან. მოგესალმებით, საქმიანი საღამოა გადაცემა, რომელშიც ბიზნესსა და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საპენსიო სააგენტომ აქტივების შესახებ ინფორმაცია განაახლა. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 6,300,000,000 ლარი შეადგინა, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1,540,000,000 ლარს გადააჭარბა. ჩვენი საპენსიო დანაზოგები ფაქტობრივად სრულად კვლავ კონსერვატიულ პორტფელშია განთავსებული, როცა ამონაგებით დინამიკური პორტფელი ლიდერობს. ამ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების განაწილება, ანუ რაც უფრო მაღალრისკიანია პორტფელი, მით უფრო მაღალია იქ Apple-ის, Tesla-ს, Nvidia-ს, Google-ის და სხვა გლობალური კომპანიების აქციების წილი. ბოლო მონაცემებით დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18,7% შეადგინა, როცა დაბალანსებული პორტფელის რეალური ამონაგები 16,4% იყო, კონსერვატიულის კი 14,3%. საქართველოს საპენსიო სქემაში ამჟამად 1,591,000 ადამიანი არის ჩართული. ანუ სწორედ ამდენი მოქალაქე რიცხავს ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის 2% საპენსიო სააგენტოში. ამ თანხას 2%-ს დამსაქმებელი ამატებს, 2%-ს კი სახელმწიფო და ჯამში იანვრის ბოლოს არსებული მდგომარეობით იმ 6,300,000,000 ლარს ვიღებთ, რომლის შესახებ ახლა მოგიყევით. დაგროვებითი პენსიით ამ დრომდე 16,229 ადამიანმა ისარგებლა, რომელთაც ჯამში 65,800,000 ლარის პენსია მიიღეს, ანუ თითოეულს საშუალოდ 4,050 ლარი ერგო. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად სქემიდან გასვლის და საპენსიო დანაზოგის მიღების უფლება მონაწილეებს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში აქვთ. მათ შორის, როცა ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს, საქართველოს სამუდამოდ დატოვებს, საპენსიო აქტივებს მემკვიდრეს დაუტოვებს ან შესაძლებლობების შეეზღუდება. 2025 წლის იანვარში საქსტატმა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ხვედრითი წონები განაახლა, ანუ ინფლაციის გაზომვის მეთოდოლოგია გარკვეულწილად შეიცვალა. თავად ამ კორექციას იმ თანხების მოცულობა განაპირობებს, რომელსაც მოსახლეობა ხარჯავს, ხოლო ინდიკატორის ცვლილება ინფლაციის სენსიტიურობაზე აისახება. როგორც კალტენთაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე საქმიან დილაში ამბობს, სამომხმარებლო კალათის 12 ჯგუფიდან მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მხოლოდ 6 შეიცვალა. ისევე თქმით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის კატეგორიის წონის შემცირებაა მოსალოდნელი, ანუ ეს კომპონენტი ინფლაციაზე ნაკლებ გავლენას მოახდენს. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა ყაზახური ამოფოსის, ანუ მარცვლოვანი სასუქის გადაზიდვა დაიწყო და სასუქის პირველი პარტია 3,000 ტონა წარმატებით გადაიტვირთა. პორტის მენეჯმენტის ცნობით, მინერალური სასუქის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ბათუმის საზღვაო პორტიდან პირველად განხორციელდა, ხოლო თვირთი ყაზფოსფატმა გაგზავნა. პორტის ცნობით, მიმდინარე წელს კომპანია 50,000 ტონა ყაზახური მარცვლოვანი სასუქის გადაზიდვას გეგმავს, რაც სავარაუდოდ ამ მარშრუტით მინერალური სასუქების ექსპორტის შესაძლებლობას გაამართლებს. საქართველოს რკინიგზა საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ლოკომოტივების რემონტს გეგმავს, რისთვისაც შემოთავაზება ორმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
ტენდერის ღირებულება 270 მილიონი ლარია და ამ თანხით ჯამში 47 ლოკომოტივი უნდა გარემონტდეს. ამ დრომდე ტენდერში 2 ქართული კომპანია მონაწილეობს. პირველი პრეტენდენტი Skinhead Rail Georgia, რომელიც საქართველოს რკინიგზას 266 მილიონ 800.000 ლარად უკრაინული და ლატვიური ქარხნების მომსახურებას სთავაზობს. მეორე პრეტენდენტი შეპესე გეორგია, რომელიც რკინიგზას რუსული ქარხნების მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორად ეს თემა შეარჩია თელარ გელანდიამ დღევანდელი წერტილისთვის. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ ბირჟებზე არსებულ მდგომარეობას გაგაცნობთ. ოცნება NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალ სიფს ქმნის. ცნობილია ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი, თუმცა ჯერ უცნობია პრიორიტეტები რა ამოძრავებს მართლ პარტიას, რომელმაც წლებით გამოცდილ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს უცხო ძალა უწოდა. როგორ გვეხმარებოდა და გვეხმარებიან დონორები განვითარებაში და ვინ ვის ერგებოდა დონორი მთავრობის პრიორიტეტებს თუ პირიქით. ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ გადასახადის გადამხდელებმა დღეს საღამოს 10:30-ზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ რაზმაძე წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმე საღამოს ტრადიციულად საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და პირველ რიგში რა თქმა უნდა გასული სესიის შეფასებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ბირჟებისათვის პოზიტიური იყო, საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ, ხოლო ამ წუთებში როგორც ხედავთ, Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე არის უბრალოდ მინიმალური ცვლილება. S&P 500-ის შემთხვევაში მცირედი კორექცია გვაქვს -0.03%, NASDAQ-თან მიმართებითაც ასევე მცირედ ვარდნას ხედავთ -0.14% არის ამ შემთხვევაში კორექცია, ხოლო Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაში გვაქვს მატება +0.04%. როგორც ხედავთ, ინვესტორების განწყობა არაერთგვაროვანია, რაც იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ დღეს კვარტალური შედეგები კომპანიებს ძირითადად არ წარმოუდგენიათ, ასევე ამერიკის ხელისუფლების მხრიდანაც საინტერესო სიახლეები არ ყოფილა, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დღეს ელოდება ტრამპის ახალ განცხადებებს და ასევე კვარტალურ შედეგებს, რომლებიც სავარაუდოდ გასაჯაროვდება მომდენო რამდენიმე დღის განმავლობაში და დიდი მედი გვაქვს, რომ ეს შედეგები იქნება დამაკმაყოფილებელი. აქვე გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც ვითარება არის შედარებით უკეთესი და საერთოდაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპას საქმე აქვს მშვენივრად, ვინაიდან ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი დღესაც დამატებით გაიზარდა +0.28%-ით. აგრეთვე მცირედი მატება გვაქვს ნიკეის ინდექსთან, ამ შემთხვევაში ზრდა +0.03%-ია, ხოლო შანხაის ინდექსის შემთხვევაში კლებავს ხედავთ და კორექცია არის -0.13%. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზიურ ბაზრებთან მიმართებით დიდად ცვლილებები და რყევები არ არის, თუმცა ევროპას კარგად აქვს საქმე და ამერიკის შეერთებულ შტატებს ისედაც როგორც ყოველთვის საუკეთესო შედეგები აქვს. გადავინაცვლოთ ახლა უკვე ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში გვაქვს მატება, როგორც ხედავთ, საშუალოდ 1%-ით არის გაძვირებული ნავთობი, ბრენტის ღირებულება მაგალითად უკვე $67 ნიშნულს უახლოვდება, WTI-ის ფასი კი $73 შეადგენს. ამ ყველაფრის ფონზე შემცირებული არის რუსული ნავთობის ფასი და ურალის ღირებულება, როგორც ხედავთ, შეადგენს დაახლოებით $68. აქვე უნდა ვისაუბროთ ბუნებრივ აირზეც, მასთან მიმართებით გვაქვს გარკვეული კორექცია, საშუალოდ 2%-ის ფარგლებში და როგორც ხედავთ, მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირში ამჟამად შეადგენს €47, თუმცა ამ 24 საათიან კორექციას თუ არ დავაკვირდებით და გადავხედავთ მაგალითად ერთვიან პერიოდს, დავინახავთ, რომ ბუნებრივი აირი ლამის 20%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთწლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი უკვე 126%-საც კი აღწევს, რამდენიმე საათის წინ 130%-იანი ზრდაც ჰქონდა, უფრო ცლად კი ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზებზე სულ რამდენიმე წუთში მოგიყვებით, მანამდე ოქროზე გადავინაცვლოთ, რომლის ფასით სტაბილურად დგას $204 ფარგლებში უნციაზე, რაც არის ხსენებად რეკორდული ნიშნული ერთ თვეში ოქრო არის გაძვირებული 9%-ით, ერთწლიან პერიოდში კი თითქმის 44%-ით. კოლოსალური ნახტომი აქვს ოქროს, ასევე ძალიან კარგი შედეგი აქვს ვერცხლს, რომელიც 51%-ითაა გაძვირებული, რაც თავისი არსით მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.
აქვე კრიპტოინდუსტრიასაც გადავალოთ თვალი, რომელიც მცირედ კორექციას განიცდის საშუალოდ 1%-ის ფარგლებში და როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება შეადგენს 3 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს. ბიტკოინის ფასი 96,500-ია, ხოლო ეთერიუმის ღირებულება 2600 დოლარის ფარგლებში მერყევს. საშუალოდ კლება, როგორც ხედავთ, 2.5-დან 6%-ის ფარგლებშია. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმისა გვაქვს 320 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში კი ტრილიონ 923 მილიარდი დოლარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ტრილიონ 900 მილიარდიანი კაპიტალიზაცია საკმაოდ სტაბილურად შეინარჩუნა და ამ მიმართულებით იგი ნამდვილად მდგრადობას აჩვენებს. რო გადავინაცვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომლის აქციების ღირებულება დღესაც გაიზარდა დამატებით 2%-ით და საერთოდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში Lion Finance Group-ს შესანიშნავი შედეგები აქვს. ასევე ძალზე დადებით შედეგებს აფიქსირებს TBC-ც მატება არის 3% და თუ კი ჩარტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრი ზრდა აქვს TBC-ს და ამ ყველაფრის ფონზე უკვე მისი კაპიტალიზაცია იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის გასვლათა კურსმაც დოლართან მიმართებით დღევანდელ სავაჭრო სესიაზე შეადგინა 2.80, ევროსთან კურსი 2.88, სტერლინგის გასვლათა კურსი კი 3.46 და ბოლოს ოროდეს თქვა უნდა ვთქვათ, ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც Foresight Investment Group თავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად სტანდარტულად ამ ეტაპზე შეადგენს 9.29%, ხოლო თუ კი ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი გაქვთ, მაშინ უკვე სარგებლის მოცულობა გაცილებით უფრო მაღალია და ის 10.9%-ს აღწევს წლიურად. თავად ეს სარგებელი თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო მისი გატანა, თანხის მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. ეს საინვესტიციო შესაძლებლობა კი თავისთავად არის როგორც კერძო პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისა და კომპანიებისთვის. თავად Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება არის ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. საქმე საღამოში დღეს ბევრს ვისაუბრებთ კვლავ საფონდო ბირჟებზე და ზოგადად ბირჟებზე, მათ შორის სასაქონლო ბირჟებზე. უფრო დეტალურად მოგიყვებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ბუნებრივია არის იგივე გაზის შესახებ, რომლის ფასი ევროკავშირში ბოლო პერიოდში არის გაორმაგებული 100%. ფაქტობრივად არის გაზრდილი რესურსის ფასი. დღეს მოგიყვებით დეტალურად თუ რა განაპირობებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საბირჟო აქტივის ასეთ მკვეთრ გაძვირებას. დღეს ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ევროკავშირის შესახებ, მოგიყვებით ყველაზე მსხვილი დონორი სახელმწიფოების შესახებ, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ სახსრებს იღებენ, როგორც წესი, ყოველწლიურად და ასევე გაგაცნობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც როგორც წესი ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ ევროკავშირის წევრობით, ანუ ყველაზე მსხვილ შემოწირულობის მიმღებ სახელმწიფოებსაც გაგაცნობთ. მანამ სანამ ევროკავშირზე მოგიყვებით და აგრეთვე გაგაცნობთ იმ მთავარ სიახლეებს, რაც ისმის მსოფლიოდან, პირველ რიგში საქმე საღამოში ქართულ ბიზნესზე ვისაუბრებთ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხორცი ძალიან უყვართ, რაც აისახება როგორც ჩვენ სამზარეულოზე, რომელშიც მწვადი, ხინკალი, ქაბაბი და სხვა მსგავსი კერძები დომინირებენ, ასევე ხორცის წარმოების და იმპორტის სტატისტიკაზე, რომელიც ფაქტობრივად მუდმივად იზრდება. დღეს საქმე საღამოში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის ცილის ერთ-ერთ მთავარ წყაროზე სტუმართან ერთად საქართველოში ავსტრალიური ხორცის შემომტანი კომპანიის Meat Market-ის მენეჯერთან გიორგი ძინიყაშვილთან ვისაუბრებთ. გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევის მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში გითხავთ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ საქართველოში ჩამოგეტანათ ავსტრალიური ხორცი? ავსტრალია ძალიან შორს არის საქართველოსგან, მაგრამ მაინც განთქმულია საკუთარი ხორცით. რა მოხდა? დაინახეთ თუ არა დეფიციტი? კი ბატონო, როგორც საქართველოს ბაზარი განიცდის ეს ვთქვათ ხარისხიანი პროდუქციის ხორცის პროდუქტების ნაკლებობას, ბაზარზე ძალიან რთულია ეს ვთქვათ მოიპოვა ხარისხიანი ხორცის პროდუქტები, სწორედ Meat Market-მა შემოიტანა და არის პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა ავსტრალიური ხორცი, ამასთანავე ამერიკული ვიქტორიის შტატიდან. შესაბამისად, Meat Market-მა მომხმარებლის საშუალებას აძლევს ფასთან მიმართებაში მიიღონ საუკეთესო ხარისხი.
იქნება ეს სტეიკი თუ სხვა ავსტრალიური ხორცი. ხორცის უპირატესობა რა არის მაგალითად ქართულ ალტერნატივასთან მიმართებით? რატომ უნდა გადაიხადოს მაგალითად მომხმარებელმა უფრო მეტი იმპორტირებულ საქონელში? კი ბატონო, ჩავშალოთ ესე ვთქვათ ავსტრალიური ჯიშიდან შემოგვაქვს 3 ჯიშის 2 ჯიშის საქონლის ხორცი, ეს არის ავსტრალიური ვაგიუ და ავსტრალიური შავი ანგუსის ჯიში. მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი რაც არის ესე ვთქვათ ვაგიუს, შავ ანგუსსა და ქართულ ხორცს შორის ეს არის მარბელინგი. მარბელინგი ეს არის ცხიმის მცირე დოზების განაწილება კუნთებში, ეგრეთ წოდებული ცხიმიანობა, რამაც შემდეგში უნდა განაპირობოს ეგრეთ წოდებული სტეიკის წვნიანობა, სინაზე და ასე შემდეგ. გიორგი, ჩვენ საუბრობთ ძირითადად საქონლის ხორცზე თუ მეთმარგეში სხვა ტიპის? კი, არა, საქონლის ხორცთან ერთად ჩვენ გვაქვს ავსტრალიური თეთრი ცხვრის, თეთრი ბატკნის ესე ვთქვათ ხორცი, რომლის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორიც სხვა ჯიშებთან თუნდაც ქართული ცხვრის ჯიშთან მიმართებაში ის არის, რომ ცხიმის დნობის გრადუსი იწყება 33 გრადუსიდან, სხვა შემთხვევაში სტანდარტულად ცხვრის ხორცის შემთხვევაში იწყება 40 გრადუსიდან, რაც ესე ვთქვათ გვიადვილებს მომზადების ეტაპს და ხორცი უფრო ესე ვთქვათ არომატული არის. ავსტრალია სახელგანთქმულია ნამდვილად ხორცის კულტურით, მაგრამ ასევე არის პირობითად ბრაზილია, არგენტინა, რატომ მაინც ავსტრალიური ხორცი, რატომ აირჩიეთ რომ ავსტრალიური ხორცი შემოტანები ყოფილიყავით და არა პირობითად არგენტინა? ხო, გავუსვა იმასაც ხას, რომ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ ექსკლუზიური კონტრაქტი ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში მდებარე ფერმა მულუარასთან, ასევე ამერიკაში, ნებრასკაში შტატში მდებარე ფერმა გრეითერ ომაჰასთან. შედეგად კი დაკვირდან ესე ვთქვათ ორ კვირაში უკვე ფრეშ ხორცი შეუძლია მიიღოს მომხმარებელს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არ შემოვიტანეთ თუნდაც ბრაზილიიდან, ან არგენტინიდან, ან თუნდაც სხვა ქვეყნიდან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. არის თუ არა ქართული ბაზარი მსგავსი ტიპის პრემიალური მომსახურებისათვის მზად თუ სჭირდება მაგალითად ჯერაც საქართველოს ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით? ამ კუთხით სხვათა შორის მზარდია მოთხოვნა, პირველ დაახლოებით ბაზარზე ვართ წელიწად ნახევარი და თუ შევადარებთ გახსნიდან დღემდე ესე ვთქვათ გაყიდვებს, ბაზარი აშკარად მზარდია, ხალხმა უკვე გაიგო რა არის შავი ანგუსი, რატომ იხდიან ფულს ესე ვთქვათ შედარებით ძვირს ვიდრე ქართულ ხორცთან მიმართებაში, ასევე თანამშრომლობთ კორპორატიულ კლიენტთანაც, როდესაც ტურისტი ჩამოდის ნაციონალური კერძების გარდა, ასევე მას თავაზობთ პრემიალური ხარისხის სტეიქს, იქნება ეს სხვა კერძები თუ ასე შემდეგ. გიორგი, ფასების კუთხით რამხელა სხვაობაა საშუალოდ რომ ავიღოთ აი პროცენტულად პირობითად საშუალოდაც იყო ქართულ ადგილობრივ წარმოებულ ხორცს შორის და თქვენს ხორცთან მიმართებით და აგრეთვე როგორ არის კონკურენცია? შედიხართ თუ არა რეალურად ქართულ წარმოებასა კონკურენციაში თუ თქვენი უფრო მაღალი ნიში გაქვთ არჩეული? ხო, ჩვენ ესე ვთქვათ უფრო სხვა სეგმენტზე ვართ. ქართული ხორცი ეს არის ყოველდღიური მოხმარებისთვის, ჩვენი ხორცი ეს არ განეკუთვნება ყოველდღიურ მოხმარებას, ეს უფრო არის რაღაც განსაკუთრებული საღამოებისთვის, იქნება ეს ბარბეკიუ ფართები, სპეშალ ნებისმიერ ამოწურება. დაახლოებით 150 ლარიდან იწყება, ესე ვთქვათ საფაზო კატეგორია. კილოგრამზე? კილოგრამზე, კი ბატონო, კილოგრამზე და ეს ცხიმენოს მიხედვით უფრო და უფრო იწევს ზემოთ. სწორედ ის ფაქტი, რაც თქვით რომ მარბელინგი ესე ვთქვათ არის ხარისხი და ესე ვთქვათ პრემიალური ხარისხი, მარბელინგის დონე რაც უფრო იწევს, შესაბამისად ფასიც უკვე შემდეგ იწევს და იწევს. აქვე საინტერესოა როგორი არის მოთხოვნა კორპორაციული სექტორის მხრიდან, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ძირითადად რესტორნებზე, კაფეებზე და მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე. ჩანს თუ არა მათი მხრიდან ინტერესი და ზოგადად არის თუ არა საქართველოში ეს ინდუსტრია ამ მიმართულებით განვითარებული? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა არის. ზოგადად ქართულ ბაზარზე ძალიან ჭირდა სანდო მომწოდებლის პოვნა, რომელსაც ეს თქვა სტაბილურად ექნებოდა, ესე ვთქვათ, ხორცის პროდუქცია, არ ექნებოდა ჩავარდნები, არ ექნებოდა ფასე მაქსიმალური ესე ვთქვათ ცვლილება. მითმარკეტინგი თავაზობს სტაბილურ პარტნიორობას ჩვენ საქართველოს რესტორნის ბაზარს, შესაბამისად წამოვიდა დაინტერესებაც. გვაქვს ასევე კორპორატიული ფასებიც რესტორნებისთვის და შესაბამისად გაყიდვების დაახლოებით 50% მოდის უკვე კორპორატიულზე. კორპორატიული ტელეფონიათ. ეს ძირითადად რესტორნები და კაფეები არიან თუ შეიძლება აი პირობითად საელჩოები იყოს და მსგავსი? საელჩოები უფრო რესტორნები და ესე ვთქვათ სასტუმროები. თქვენი ადგილობრივი რესტორნის მსგავსი ან საბურგერი ან სტეიქჰაუსივით ხომ არ გაქვთ ამ გეგმავთ? ამ ეტაპზე ჯერჯერობით ერთი ფილიალი თუ არ წარმოადგენილი, ბაზარი გვიჩვენებს იქნება ეს საჭირო თუ არა, გეგმავთ ასევე მეორე ფილიალის დამატებას და ასევე საკუთარი სტეიქჰაუსის ან რამე ნებისმიერ რესტორნის გახსნას, რაც ესე ვთქვათ უფრო შეუწყობს ქართულ ეკონომიკას ხელს, განვითარდება და ასევე გვექნება უფრო სტეიკის და ხორცის ნიშაზე აგებული ესე ვთქვათ კაფე ან რესტორანი. და დამწყებ მომხმარებელს მაგალითად აი პირველად რომელი დაჭრის ან სახეობის გასინჯვას უჩებდი თავდაპირველად?
თავდაპირველად რა თქმა უნდა იყოს თუ გრილზე არ ამზადებს და ამზადებს ტაფას სახლის პირობებში რო ვთქვათ, სასურველია მომზადოს აიღოს უძლო ნაჭერი, რომ მომზადება უფრო გამარტივდეს და რეკომენდაცია ჩემი იქნებოდა სტრიპლოინი, ან რიბაი, ან ნებისმიერი სხვა მაღაზიაში ესე ვთქვათ, გვაქვს 14 სახეობის ნაჭერი და მაღაზიას მომხმარებელს ყველანაირად შევთავაზებთ სასურველ ნაჭერს. არიან ადამიანები, ყაზბები, რომელთაც შეუძლიათ რომ აუხსნან ადამიანს როგორ მოამზადოს კონკრეტული, იმიტომ რომ მარბელინგის ვაგიუს მაგალითად საკუთარი მომზადება ჭირდება, ეს არის ჩვეულებრივი სტეიკი, რომელიც და ასევე დანადგარებზე მინდა კითხოთ, პირობითად გრილებთან დაკავშირებით, ან თერმომეტრებით თუნდაც ხორცის, ასეთი მსგავსი რაღაცებიც თუ გვაქვს. კი, გვაქვს მაღაზიაში წარმოდგენილი თერმომეტრებიც, გვაქვს გრილებიც, უებერის გრილები, ასევე გვაქვს ტაფა გრილები, ნებისმიერი ატრიბუტი, რაც სტეიკის მომზადებას ჭირდება, მაღაზიაში არის წარმოდგენილი. კარგი, აქ ვიკითხავთ სამალო გეგმებზე, ახსენეთ რომ მხოლოდ ერთი ფილიალია ჯერჯერობით თბილისში, ვაკეში, ხო, თუ არ შეიძლება. ხომ არ გეგმავთ გაფართოებას უახლოეს მომავალში? კი, როგორც აღვნიშნე, ბაზარი ძალიან მზარდია, რაც უკვე თქვი წელიწად ნახევარი დაახლოებით ბაზარზე ვარ და გაყიდვები საკმაოდ მზარდია, შესაბამისად დაახლოებით 1 წლის თავზე ვფიქრობთ, რომ ასე ვთქვათ, მეორე ფილიალი გავხსნათ და ასე ვთქვათ, უფრო მეტი წერტილი ავიღოთ თბილისის მასშტაბით. ჩვენიერი დიდი მადლობა გიორგი, წარმატებას გისურვებთ თქვენს და მით მარკეტს. აი ესეთი ამბები ისმის ხორცის ბაზრიდან, რომელიც საქართველოში მუდმივად იზრდება ამ თემაზე დღევანდელ საქმიან საღამოში მით მარკეტის მენეჯერთან გიორგი ძინიყაშვილთან ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემა კი ამით არ დასრულებულა, ვნახოთ ახალი ამბების მოკლე კოლაჟი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის კორუფციის საქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს ქულა უცვლელ რჩება და კვლავ 53-ია. კორუფციის საქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის სერგო ჯანელიძის განცხადებით აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო 72 დანადგარით მუშაობს, საიდანაც 16-ის მოდერნიზებაა დაგეგმილი. ამის შესახებ მან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების გამხილველი მუდმივ მოქმედი აუდიტის ჯგუფის ხდომაზე განაცხადა. ამბასადორი აილენდ ბათუმის უნიკალური პროექტის განვითარება, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს თავაზობს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ამბასადორი აილენდ ბათუმს აღნაგობის ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიის მიერ ზღვაში შექმნილი 19 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ კანადის შემოერთების სურვილი რეალურია, მაგრამ მიზეზი არის არასაზღვარზე ნარკოტიკების კონტროლი და ტარიფები, არამედ ბუნებრივი წიაღისეული, რომელიც კანადის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მოიპოვება. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა დარბაზის გარეთ გაისმა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თუ რა მოცულობით ბუნებრივ წიაღისეულს ფლობს კანადა და ამ რესურსების ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ გამოყენება სურს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დონალდ ტრამპს მიზნის მიღწევა მართლაც აქვს დასახული, რისთვისაც კანადის შემოერთებას განიხილავს, რეალურად შემოერთებას. ჯასტინ ტრუდოს და მის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადება ალბერტას პროფესიული ფედერაციის პრეზიდენტმა დაადასტურა. ჯილ მაკგონის თქმით, საქმე ეხება არა ნარკოტიკულ საშუალება ფენტანილს, არალეგალურ მიგრაციას და სავაჭრო დეფიციტს, არამედ რესურსებს, რეალურად ბუნებრივ წიაღისეულს. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, ამერიკის მიერ გამოცხადებულ სატარიფო პოლიტიკას ქვეყანას სტრატეგიულად უნდა მიუდგეს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია კანადის ისტორიაში. ჯასტინ ტრუდოს შეფასებით, კანადამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, როგორც ტარიფების არ დაწესებისთვის, ასევე საერთაშორისო სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხრელად და ვაჭრობის გაფართოებისთვის. ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტარიფების გადავადების 30 დღიან პერიოდს კანადა საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისთვის გამოიყენებს, რისთვისაც 900 მილიარდი დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ კანადის წინააღმდეგ 25%-იანი ტარიფები ქვეყანამ თებერვლის დასაწყისში ამოქმედა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება 30 დღით გადაავადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადისთვის გამოყოფილ სუბსიდიებზე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მილიარდობით დოლარს ხარჯავს, რაც მისთვის გაუგებარია. მისივე თქმით, ამერიკას არ სჭირდება არაფერი, რაც კანადას აქვს, მაგრამ თავად კანადა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ღირებული ქვეყანა ვეღარ იქნება, ანუ ის
ამერიკის 51 შტატი უნდა გახდეს და თუ ეს მოხდება, ტარიფები მოიხსნება, გადასახადები შემცირდება, ხოლო თავად ქვეყანა მეტად დაცული იქნება. ასეთია დონალდ ტრამპის სიტყვები. აქვე 2 სიტყვა ვთქვათ, თავად კანადაზე, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოლარი 55,500 დოლარის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ კანადელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. ბოლო წლებში კანადაში პრობლემად იქცა ინფლაცია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ჩარევით გამოწვევა დაიძლია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით უმუშევრობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ 6%-ზე არის შენარჩუნებული. კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის ბუნებრივ წიაღისეულზე, წარმოებაზე და სერვისებზე მოდის. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ნავთობს, ურანს, ნიკელს და თუთიას ხვდებით. ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება. ერთთვიან პერიოდში გაზის ფასი საშუალოდ 23%-ითაა მომატებული, ერთწლიან პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაძვირების მაჩვენებელი საერთოდაც 130%-ს აღწევს, რაც დღევანდელი დღის რიცხვია. ამჟამინდელი მდგომარეობით ევროპაში მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება 59 ევროს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზებს რაც შეეხება. ეს ყველაფერი ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული, რადგან აღნიშნული რეგიონი ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. ამასთან 2025 წლის იანვრიდან ევროპაში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი სრულად შეწყდა. საერთო ჯამში ამ მარშრუტით ევროკავშირის საერთო მოთხოვნის 5% კმაყოფილდებოდა. განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წარმოქმნილ სახელმწიფოებში იყო, მაგალითად სლოვაკეთში, რომელსაც ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოუწია გადართვა. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში გაზ სეზონური გაძვირება ახასიათებს, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ფასზე დადებითად აისახება. თანაც 2025 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა ის ლიმიტი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა და გაზის მოხმარებას გარკვეულწილად ზღუდავდა. ამ ლიმიტის გაუქმებამ კი თავის მხრივ მოთხოვნის ზრდა და ბუნებრივი რესურსის გაძვირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ გაზი მკვეთრადაა გაძვირებული, ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისის დაწყების საფრთხე მაინც არ დგას, რადგან ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები და მარაგები თითქმის მაქსიმალურადაა შევსებული, რაც ზამთრის დასაძლევად საკმარისზე მეტია. სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური დახმარება ის ინსტრუმენტია, რომლითაც მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს მსოფლიოში კეთილდღეობის და დოვლათის შექმნა შეუძლიათ. განვითარებადი სახელმწიფოების დახმარება ერთგვარი მოვალეობაცაა, რომელიც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს კაცობრიობის წინაშე აქვთ. თუმცა, რამდენად კეთილშობილური არ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი, სახელმწიფოს მიერ გასცემული ყოველი დაბალპროცენტიანი სესხი თუ გრანტი გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტს და ქვეტექსტს ატარებს. მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედ სახელმწიფოებს შორის სწორედ უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ხვდებით, რაც ლოგიკური და გასაგებია, რადგან დედამიწის სხვადასხვა წერტილში გზების ასაშენებლად და პოლიტიკური პროცესების მხარდასაჭერად თავისუფალი ფული სწორედ ასეთ აქტორებს აქვთ. ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების ჩამონათვალში ევროკავშირსაც ხვდებით, რომელიც ჰუმანიტარულ ინიციატივებზე კრიზისთან გასამკლავებლად და განვითარებისთვის პარტნიორ სახელმწიფოებს ასობით მილიარდი ევროთი ეხმარება. ამ დრომდე ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას აღმოუჩინა, რაც გასაგებიცაა, რადგან უკრაინა, რომელიც ევროპის უდიდესი ქვეყანაა გეოგრაფიული ზომით, ევროკავშირს ესაზღვრება შესაბამისად ამ ომში უკრაინის გამარჯვება 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაციისთვის ეგზისტენციალურ საკითხს წარმოადგენს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ ევროკავშირისგან 118 მილიარდი евро მიიღო, რომელიც ჰუმანიტარული, სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. უკრაინასთან ერთად ევროკავშირისგან დიდი მოცულობით დონაციებს სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები იღებენ, რომელთა შორის ხვდებით როგორც ნიგერიის, სამხრეთ აფრიკის და კენიის მსგავს შედარებით განვითარებულ სახელმწიფოებს, ასევე განვითარებად ქვეყნებს. აფრიკულ სახელმწიფოებს ევროკავშირი უმეტესწილად სიღარიბის აღმოფხვრის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკური განვითარების და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით ეხმარება. 2021-2027 წლებში სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები ევროკავშირისგან 30 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებენ. სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირი ხშირად აფინანსებს ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფოებსაც, მაგრამ
გამდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში როგორც წესი მეტად განვითარებულ სახელმწიფოებს ხვდებით ვიდრე ქვედა აფრიკაში, ფინანსური დახმარების ჯამური მაჩვენებელი უფრო დაბალია და 20 მილიარდ ევრო შეადგენს. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები ევროკავშირისგან ფულს მიგრაციის მენეჯმენტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, კონფლიქტების გადაჭრისთვის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იღებენ. ევროკავშირის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ რეგიონებს შორის ასევე ხვდებით აღმოსავლეთ ბალკანეთს და თურქეთს. კონკრეტულად რამოცულობის დახმარებას იღებენ ეს ქვეყნები ევროკავშირისგან დაზუსტებული არ არის, რადგან ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ ჯამურად ფინანსური დახმარების მოცულობა 10 მილიარდში ადგეს. აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ისევე როგორც თურქეთი, ევროკავშირის გავლენის სფეროს წარმოადგენს, ანუ იქ არსებული ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესება პირველ რიგში სწორედ ევროკავშირს აწყობს. ევროკავშირი რამდენიმე მილიარდით აფინანსებს ავღანეთსაც, სადაც აწლეულების განმავლობაში ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს. ავღანეთისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა წლიდან წლამდე იცვლება და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, მაგრამ დაფინანსებული სფეროები უმეტესწილად უცვლელია და ჰუმანიტარულ დახმარებას, საკვებს, ჯანდაცვას და დევნილების და ლტოლვილების მენეჯმენტს მოიაზრებს. თუკი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებას ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, რომ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნებიდან სხვა ქვეყნების დახმარებაზე ყველაზე მეტ წამყვანი ევროპული სახელმწიფოები ხარჯავენ. სწორედ ამ დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველ ადგილს 35 მილიარდ დოლარიანი პაკეტით გერმანია იკავებს, რაც ქვეყნის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0.8%-ია. საფრანგეთის მიერ გამოყოფილი დახმარება 19.5 მილიარდია, როცა შვედეთი სხვა ქვეყნების განვითარებისთვის დაახლოებით 5.5 მილიარდს ხარჯავს. დაახლოებით ასეთივე თანხას გამოყოფს ყოველწლიურად ნიდერლანდების სამეფო, როცა დანიის ყოველწლიური კონტრიბუცია 4 მილიარდ 300 მილიონის ტოლია. საქმიან საღამოში საერთაშორისო სიახლეებზე უნდა ვისაუბროთ და ერთ-ერთი ცნობა, რომელიც ევროკავშირს უკავშირდება, სწორედ დღეს გავრცელდა და ის დაახლოებით შემდეგ გვარად ჟღერს. როგორც ჩანს, ევროკავშირის ლიდერები ამჟამად მუშაობენ სანქციისა და შეზღუდვების ახალ პაკეტზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ამჯერად ევროკავშირის სამიზნეში აღმოჩნდება ეგრეთ წოდებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც დაახლოებით 200-მდე ხომალდისა და ტანკერისგან შედგება და ემსახურება რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას და საერთო ჯამში ექსპორტზე რუსული სანქცირებული ნავთობის გატანას. როგორც ჩანს, ევროკავშირში ძალიან ორიგინალური მიდგომა მოიფიქრეს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის შესაზღუდად და ეს მიდგომა უკავშირდება არა უბრალოდ პორტებში ამ გემების მიღებისა და მომსახურების აკრძალვას, არამედ თავად ამ გემების ჩამორთმევას, ანუ კონფისკაციას. მოკლედ, პროცედურა მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, შემდეგ გვარად ჟღერს ის გემები, რომლებიც ამჟამად გაჭედილნი არიან მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირის წყლებში და ასეთი გემი 50-ობით არის, მარტივად შეგვიძლია ამისი თქმა. ეს გემები, იმიტომ რომ არ ღვებდნენ საერთაშორისო წესებს, ამ შემთხვევაში სასანქციო რეჟიმს, ახლა უკვე ჩამორთმეული უნდა იქნენ იმ კომპანიებისგან, რომლებიც მათზე აგებდნენ პასუხს და ძირითადად ეს კომპანიები იყვნენ სხვადასხვა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები, რომელთაც როგორც წესი არავითარი კავშირი არ ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ გარკვეულწილად მათთან კავშირების გამოვლენა გახდა შესაძლებელი გამოძიების შედეგად. თუკი ევროკავშირი მართლაც შეძლებს ასეთი სერიოზული შემზღუდავი ზომის შემოღებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის რაოდენობა და სიმძლავრე ფაქტობრივად ერთ დღეში განახევდება, რადგანაც უდიდესი ხომალდების ძალიან დიდი ნაწილი ამჟამად არის სწორედ ევროკავშირის წყლებში გაჭედილი. ასევე კიდევ ერთ კანონ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც უკავშირდება თავად ევროკავშირის წყლების ცნების გაფართოებას. ეს უკვე საერთაშორისო სამართლის გადასინჯვადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ევროკავშირში ამ ზომაზეც მუშაობენ, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო სამართალი ცოტა არ იყოს და ბუნდოვან ცნებად იქცა, რადგანაც მას თითქმის აღარავინ აღასრულებს, განსაკუთრებით დაკავებებისა და კონფისკაციის მიმართულებით და ამიტომაც ევროკავშირიც უკვე ვეღარ ხედავს იმის ვალდებულებას, რომ თვითონაც დაიცვას ეს სამართლის ნორმები, ამიტომაც პოტენციურად განიხილება ევროკავშირის საზღვაო ზონის მოცულობის გადიდება, შესაბამისად სასანქციო რეჟიმის იურისდიქციის გავრცელება და
იმ იურისდიქციაში მოხვედრილი გემების ჩამორთმევაც, რაც რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკისათვის თუ კი ეს დამტკიცდება, იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ეს თან არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სანქცია, რომელიც ევროკავშირმა მთელი ამ წლების განმავლობაში შეიმუშავა, რადგან მთავარი გასაყრდენი ბოლო წლებში სწორედ ჩრდილოვანი ფლოტი იყო ნავთობის გადასატანად რუსეთისთვის, მაგრამ თან ეს არ არის უბრალო სანქცია, რომელსაც ბანკს დაუწესებდა მოსთხოვ, რომ ეს აღასრულოს აქ მთელი უწყებების ჩართულობა, მრავალი პორტის, მრავალი ქვეყნის კოორდინაცია არის საჭირო, შესაბამისად ძალიან საინტერესო ეპოქა ელის ელით იმ ადამიანებს, რომელთაც ეს უნდა აღასრულონ ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად ნახოთ თუ რა შედეგი ექნება. ამ ყველაფრის პარალელურად ევროპაში გრძელდება დაშორება ევროპული სახელმწიფოებისა რუსეთის ფედერაციისგან, რაც პრინციპში გასაგები და მოსალოდნელი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ახლა უკვე საბოლოოდ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, ანუ რუსეთის ფედერაციის და ცხადია საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ისტორიულად არსებული ქვეყნები გამოეთიშნენ რუსეთის ენერგეტიკულ ქსელს და დაუკავშირდნენ ევროკავშირის ენერგოსისტემას, რაც ნიშნავს, რომ უკვე რუსეთის ფედერაციიდან ისინი აღარ მიიღებენ არანაირად ელექტროენერგიას და გადავლენ ევროკავშირში პოლონეთის გავლით და სწორედ ევროკავშირის დენს მიიღებენ. ეს ცხადია უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, მაგრამ არა პირდაპირ, რადგან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საერთოდ ისტორიულად მას შემდეგ რაც ისინი საბჭოთა კავშირს გამოიყვნენ, რეალურად მოწინააღმდეგენი არიან რუსული პოლიტიკისა. ეს ჩანს ყველა აქმედებაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ და რეალურად ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო 15 წლის წინ, მაგრამ ცხადია ევროპული ბიუროკრატიის გათვალისწინებით და დიდძალი ინვესტიციების მოსაბილიზებლად დროც არის საჭირო, ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. საბოლოო ჯამში ეს პროექტი, ეს იდეა დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო დაჯდა და ის სრულად არის დაფინანსებული ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების მიერ, მათ შორის არის ერთ-ერთი Connecting Europe Facility, რომელმაც დაფარა 75% ამ თანხისა, ანუ დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი. რეალურად ბოლო სამი სახელმწიფო იყო ესენი ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის ენერგოსისტემაზე ასე იყვნენ დამოკიდებულები და გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან პოლიტიკურად იყენებს ენერგორესურსებს და საერთოდ ხშირად გვინახავს ბლოკადა და პირობითად ვაჭრობა ენერგეტიკული რესურსით, ხოლო დენი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის არსებობისთვის, ადამიანებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. შესაბამისად, შანტაჟის უფლებას აღარ აძლევენ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციას და გადაერთდნენ ევროკავშირში. ეს ცხადია გარკვეულწილად მცირედით ალბათ გამოიწვევს ფასის კორექციას ზრდის მიმართულებით, მაგრამ არ უნდა იყოს ეს დრამატული ზრდა, არ უნდა იყოს ესეთი, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა ეს ვერ აიწანონ და ამან შექმნას პირობითად ენერგეტიკული კრიზისი და ახლობით ესეთი, როგორც თავის დროზე შეიქმნა. ეს დიდწილად არ იყო დენთან დაკავშირებული, გაზზე იყო უფრო და ნავთობზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხადია დენთან მიმართებითაც შეიძლება გარკვეული პროექტები განხორციელდეს და თან აქვე კიდევ ერთი დეტალი არის მნიშვნელოვანი, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში აი ამ ქვეყნების მიდამოებში და ფინეთიც იქვეა და ფინეთთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რადგან უეცრად წყალში არსებული კაბელები ფუჭდებოდა, გამოდიოდა წყობრიდან, სხვა ადამიანები დააკავეს ამის გამო, მოკლედ დივერსიის არაერთი ფაქტი შედგა, რაც ისევ და ისევ გარკვეულწილად რუსეთთან იყო დაკავშირებული და სწორედ აი ამ აღნიშნული ფაქტები რომ აღარ მოხდეს, ამიტომაც ერთ-ერთი ფაქტორი და ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელზე გადასვლაში სწორედ ეს იყო. კიდევ ერთი სიახლე ისმის ევროკავშირში და ევროპის რეგიონიდან, რაც უკავშირდება რუმინეთს, რომლის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა რიგით მესამედ წამოიწყეს, რაც ქვეყანაში დაფიქსირებული ანტირეკორდია და ამასთან ქვეყანაში პროტესტის ტალღაც მძვინვარებს, რაც უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ ადამიანს თავისი არსი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა 21 დეკემბერს, მაგრამ ის ხელისუფლებაში მაინც რჩებოდა, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ ბათილად ცნო, რადგანაც იქ აშკარად ჩანდა უცხოეთის ჩარევა, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ძირითადად რუსეთის ფედერაციაზე და გარკვეულ манипуляტორულ ტაქტიკებზე, რომლებიც იყო განხორციელებული მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის არჩევნების დაწყებამდეც კი. თავად არჩევნებში კი გაიმარჯვა პრორუსმა ultramემარჯვენე კანდიდატმა, რომლის გამარჯვების შანსიც თავდაპირველად ეგზიტ პოლების შედეგების
მიხედვით პრინციპში დაბალი იყო, მაგრამ შედეგებში გამოვლინდა, რომ ამ ადამიანმა გაიმარჯვა, ხოლო თავად ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ცნო ბათილად, როგორც თქვით უკვე და სწორედ ამიტომაც მოუწია იოჰანის ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტად არჩევნა, რადგანაც ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს 18 და 4 მაისს შორის, პირველი და მეორე ტური იქნება ამ შემთხვევაში, ამ პერიოდამდე კი ის აპირებდა პრეზიდენტად არჩენას, მაგრამ როგორც ჩანს, ის უკვე ამ გადაწყვეტილებას აღარ უჭერს ხარს, ის დატოვებს თავის პოსტს და შესაძლოა მან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია შეასრულოს, ანუ ის უკვე იმპიჩმენტის პროცედურას პრინციპში ლეგალურად აღარ ექვემდებარება. ის რაც რუმინეთში მოხდა, დიდწილად უკავშირდება რუსეთის ჩარევას, უცერე ასეთი იყო ოფიციალური ვერდიქტი იმ გამოძიებისა და იმ სასამართლო პროცესისა, რომელიც შედგა. რუსეთის ჩარევა საერთოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ჩვენთან ახლოს რეგიონში, ანუ იმ ქვეყნებში, რომელსაც რუსეთი ესაზღვრება, პრინციპში ახალი სიტყვა არაბისთვის არ არის, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით უცნაურ პოზიციებს ირჩევენ, მათ შორის ერთ-ერთი არის ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, საკმაოდ დიდი ეკონომიკაა, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ ადგილას მდებარეობს და წესით და რიგით უნდა იყოს დასავლური ძალების დასაყრდენი ამ რეგიონში, მაგრამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავისებურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას მიყვება და ამის ერთ-ერთი დასტური არის მაგალითად სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან, რაც მცირე აზრს კითხვას ნიშნავს, რადგან თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამფინანსებელი ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსზე, იგივე ნატოს. მოკლედ, თურქეთში ბოლო წლებში აქტიურად დაიწყეს სამხედრო ინდუსტრიის, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, რაც ცხადია აისახება შემოსავლებზე. 2024 წელს სხვადასხვა სამხედრო შეიარაღების გაყიდვიდან მიიღო ქვეყანამ 7 მილიარდ დაახლოებით 7 მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც თითქმის 30%-ით, ანუ მე-13-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, რაც მიანიშნებს, რომ ეს ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, მდგრადად ვითარდება. დრონების წარმოების მართულებით ბაიკარ ბაირაქტარის ხარჯზე. რა თქმა უნდა, კი, ამ ადამიანმა, რომელიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძე არის, მაგრამ ხადია ამის გამო არ არის ის განსაკუთრებული, მან MIT-ში განათლება მიიღო და ძალიან კარგი ინჟინერია შექმნა. ბაირაქტარი, რომელიც დიდწილად გაიტესტა რუსეთ-უკრაინის ომის დროს, საკმაოდ წარმატებულადაც და მას შემდეგ ლამის ყველა ქვეყანას მოუნდა, რომ ყავდეს ბაირაქტარი, ეს უპილოტო დრონი, რომელიც ძალიან ეფექტიანია ნებისმიერი ზომის მიზანთან ბრძოლისას, თან მისი დანახვა, დაჭერა, აღმოჩენა რადარზეც კი არის ძალიან რთული. ასეთი ფაქტობრივად know-how აქვს სწორედ ბაირაქტარს, რომელიც არის ბაზირებული თურქეთში და თან მას და სახელმწიფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რომ თავი დავანებოთ იმ ნათესაურ კავშირს, ლამის ძალიან ახლო ნათესაურ კავშირს, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელს და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის არსებობს. 185 ქვეყანაში 230 ტიპის შეიარაღება აქვს თურქეთს გაყიდული, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა იღანებს თურქეთის სამხედრო შეიარაღებას ამა თუ იმ ფორმით მსოფლიოში, რაც პრინციპში იხსნება იმ ბალანსით, რომელიც ფასს და ხარისხს შორის არსებობს, რადგან ამერიკული ტექნიკა ცხადია ძალიან ძვირი ღირს, ის ძალიან კარგიც არის, მაგრამ თან ამერიკულ ტექნიკას უბრალოდ ვერ იყიდი, აქ სპეციალური ნებართვა არის საჭირო ამერიკის ხელისუფლებისგან, შესაბამისად ყველას არ აქვს უფლება, რომ ეს მოიპოვოს. თურქეთის შემთხვევაში ფასი დაბალია, ხარისხიც შედარებით დაბალია, სავარაუდოდ, მაგრამ ნუ ფასს და ხარისხს შორის ხვაობა იმდენ კარგია და თან ეს პოლიტიკური მხარეც ნაკლებად არის წარმოჩენილი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას უღირს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისგან იყიდოს სწორედ სამხედრო შეიარაღება. აქვე კონფლიქტთან და იარაღთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება დონალდ ტრამპს, რომელიც შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ცოტა ხნის წინ და მან ისაუბრა ისრაელ-ჰამას შორის არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და ტრამპი ამბობს ესეთ რამეს. თუ კი ამ შაბათამდე ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად მძევლად იმყოფებიან ჰამასის ტყვეობაში, არ განთავისუფლებიან, თანაც ყოველი მათგანი, მაშინ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ავტომატურად იქნება ანულირებული და რეგიონში დაიწყება ჯოჯოხეთი. ეს არის ტრამპის სიტყვები. ჯოჯოხეთთან ერთად ის იმასაც ამბობს, რომ ამ კონფლიქტში ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების სხვა როლში იქნება წარმოდგენილი და შეიძლება ჰამასის წინააღმდეგ წამოიწყოს ისრაელმა ამერიკის დახმარებით ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც გამარჯვებულად ჰამასი ნამდვილად არ ეყოლება. ამ შემთხვევაში ტრამპის განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ძევლების გადაცემის, ასე ვთქვათ, პრობლემა ვერ მოგვარდა უკვე ლამის წელიწადია, მათ შორის ძევლებს შორის რამდენიმე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც, ხოლო ამერიკას, როგორც ვიცით, ძევლებთან მიმართებით აქვს ძალიან სასტიკი პოლიტიკა, როგორც წესი, ის არავის არ არჩენს ამერიკელი ადამიანების სიცოცხლეს, მათ შორის თუკი ამ ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. აქვე ტრამპი
გარკვეულწილად ემუქრება იორდანიასა და ეგვიპტესაც და მათ ეუბნება, რომ თუ კი ისინი არ შეწყვეტენ ჰამასის გარკვეულწილად დახმარებას და არ დაიწყებენ პალესტინელი მოქალაქეების ამ შემთხვევაში დევნილების მიღებას თავიანთ ტერიტორიებზე, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყნებს ფინანსურ დახმარებებს შეუჩერებს და ეს ქვეყნები, როგორც წესი, სწორედ ამერიკაზე არიან დამოკიდებულნი, რადგანაც ამერიკის ფინანსური დახმარების გარეშე მათი ენერგეტიკული სექტორი უბრალოდ ერთ დღეში ჩამოიშლება. მოკლედ, ტრამპს ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით აქვს ძალიან ამბიციური გეგმები და თანაც ის შაბათამდე ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებსაც ავრცელებს. კი, ამავე რეგიონში არის ღაზის სექტორი, სადაც დონალდ ტრამპს სურს რივიერას შექმნა, ერთგვარი სამოთხის, როგორც ის ამბობს, სადაც მოკლედ ამერიკა დაეპატრონება ამ ტერიტორიას და მოაწყობს იქ სამოთხეს, სადაც ბიზნესმენები ჩავლენ, კომპანიები შექმნიან, ადამიანები საცხოვრებლად გადავლენ და ასე შემდეგ, რადგან დონალდ ტრამპის თქმით ეს არის ერთადერთი ვარიანტი, რომ ღაზის სექტორში აღდგეს ცხოვრება ნებისმიერი ფორმით, მაგრამ ამისთვის ის მოითხოვს, რომ პალესტინელები ღაზაში აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ. მან ისაუბრა ამაზე ცოტა ხნის წინ და ახლა განმარტა, რომ მოკლედ ის შესთავაზებს მომიჯნავე ქვეყნებს უფლებას, რომ წაიყვანონ ეს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი გადაინაწილონ საკუთარ ტერიტორიაზე. ამისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მათ ფულსაც გადაუხდის, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა. იმისთვის, მაგრამ მათ არ ექნებათ უფლება, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება დაიბადნენ, სადაც შეიძლება მათი მშობლები და ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ, ამ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მათ აღარ ექნებათ, რადგან იქ თუ კი მთელი ეს ძალიან დიდი გეგმა გამართლდა, მაშინ იქ სხვანაირი ადგილი იქნება, სხვანაირი თამაშის წესები ექნება. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც აქვს დონალდ ტრამპს, მაგრამ ცხადია ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა, არც ვიცით ეს მოხდება თუ არა, ეს წესდარიგით საერთაშორისო სამართლის ძალიან დიდი დარღვევა იქნება, თუ კი ეს არა ნებაყოფლობით რეჟიმზე მოხდება და დარწმუნებულია, რომ 2 მილიონი ადამიანიდან დიდ ნაწილს არ მოუნდება საერთოდ არსად გადასვლა, რაც ბუნებრივიც არის, შესაბამისად გარკვეულწილად ან მოლაპარაკება მოუწევს დონალდ ტრამპს, ცხადია არა თავისით, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ადამიანებთან, ან გარკვეული სხვა გადაწყვეტილებების მიღება მოუნდება, მაგრამ პირველ რიგში საერთოდ ეს პროექტი უნდა დადასტურდეს, რაც ასევე არის ძალიან რთული და პროგნოზირება იმისა, ეს მოხდება თუ არ მოხდება, არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ტრამპის ეს იდეა შეიძლება ძალიან უცნაურად და გიჟურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ამ იდეას როგორც ჩანს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ანუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ეთანხმება და იწონებს კიდეც და პრეს-რელიზში და ზოგადად განცხადებაში მან ისიც კი აღნიშნა, რომ ტრამპის ეს იდეა იყო რევოლუციური და შემოქმედებითი, რადგანაც ნეთანიაჰუს აქამდე ამ პერსპექტივაზე არასოდეს უფიქრია და ის ხვდება, რომ ტრამპის მიერ წამოყენებული, ასე ვთქვათ, ინიციატივა არის ალბათ საუკეთესო გამოსავალი ღაზის სექტორის მომავლისათვის, რადგანაც ის იდეა, რომელზედაც ამდენი წლის განმავლობაში მხარეები აპელირებდნენ და მსჯელობდნენ, რაც უკავშირდებოდა ორი სახელმწიფოს გაერთიანების იდეას, იყო უბრალოდ მიუღებელი ორივე მხარისათვის, რადგანაც პალესტინა მოითხოვდა თავისი არსით საკუთარ ადმინისტრაციულ მმართველობას და იურისდიქციას, ხოლო ისრაელი მოითხოვდა საკუთარი მმართველობის დამყარებას, შესაბამისად იყო ინტერესთა კრიტიკული კონფლიქტი და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა წარმოადგინა, გარკვეულწილად ორივე მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს, მაგრამ აქ როგორც თქვით, სავარაუდოდ პალესტინის მოსახლეობა და პალესტინელი ხალხი ამ იდეას არ დაეთანხმება, რადგანაც მათ თავიანთი ტერიტორიის დატოვება ესე მარტივად ნამდვილად არ სურთ, რადგანაც ნებისმიერი ქვეყნის წარმოადგენლისათვის ამდენად ცუდი ან კარგი არ უნდა იყოს ეს ქვეყანა, სამშობლოს დატოვება არის ძალიან რთული. პალესტინასთან და ისრაელთან და საერთოდ ღაზის სექტორთან მიმართებით, უпроსოდ ამ ტერიტორიის გარდა ომი მიმდინარეობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე და რამდენიმე წუთის წინ ზელენსკის ინტერვიუს მონაკვეთი გავრცელდა ინტერნეტში, ის გარდიანთან საუბრობს და ძალიან საინტერესო იდეა წამოაყენა უკრაინის პრეზიდენტმა. მან თქვა, რომ კურსკის რეგიონი, რომელიც ამჟამად არის უკრაინის დაქვემდებარებაში, უკრაინის ჯარებმა ის დაიკავეს, ის გეგმავს, რომ ეს რეგიონი, რომელიც რუსეთის ტერიტორია არის, გადაცვალოს მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთ რეგიონში, რომელიც არის დღეს ოკუპირებული ან ანექსირებული რუსეთის მიერ. ეს კონკრეტული რეგიონი მას არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წინაპირობა, რომელსაც ის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს წამოაყენებს. სამშვიდობო მოლაპარაკებებში კი ვიცით, ჩართული იქნება უშუალოდ თუ არა მისი ელჩის გზით დონალდ ტრამპი, მაგრამ სულ მცირე დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი წესდარიგით მალე უნდა შეხვდეს. ალბათ შეხვედრაც იქნება ან საუდის არაბეთში, ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კიდევ ერთი დეტალი თქვა ზელენსკიმ, რომელიც უკავშირდება უკრაინის აღდგენას. მან თქვა, რომ კონტრაქტები ამ თემაზე იქნება ექსკლუზიურად ამერიკული კომპანიებისთვის გამოყოფილი, რათა რაღაცნაირად ალბათ გულის მოთაფლა სურს ვოლოდიმერ ზელენსკის ამერიკის პრეზიდენტისა, რადგან მან იცის, რომ სწორედ ბიზნესის გავლით და ბიზნესის გზით სურს და უყვარს როგორც წესი დონალდ ტრამპს გარკვეული პრობლემების
მოგვარებ. ასეთი ამბები არის დღეს მსოფლიოში, ხოლო კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს, სიახლე კი არა და ანალიტიკური მასალა უკავშირდება სხვადასხვა ზომის მცირე ქვეყნებს, რომლებიც ძალიან უცნაურად შეუვლობენ ძირითად შემოსავლებს. გლობალურ ეკონომიკაზე საუბრისას, როგორც წესი, წამყვან სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას და მსგავს ქვეყნებს ვახსენებთ, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მათ ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. ბოლო მონაცემებით გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 110 ტრილიონი დოლარია და ის გაეროს მონაცემებით მსოფლიოში არსებულ 193 ქვეყანაზე არათანაბრად ნაწილდება. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების მქონე ქვეყნები მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები არიან, რომლებიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. თითოეული ამ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მწირია, ხოლო თავად ეკონომიკა შეზღუდული. ეს ფაქტი უმეტესწილად ყველაფრისგან დაშორებული გეოგრაფიული მდებარეობით და მცირე ფართობით აიხსნება, რაც ამ მიწებზე ბუნებრივი რესურსების სიმწირეს განაპირობებს და შესაბამისად ქვეყნებს იმპორტზე დამოკიდებულს ხდის. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიმბოლური ტიტული ტუვალუს ერგო 9 კუნძულისგან შემდგარ სახელმწიფოს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც 70 მილიონი დოლარია. კუნძულებზე ჯამში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ტურისტული საქმიანობით ან თევზჭერით არის დაკავებული, ხოლო თავად ქვეყანას შემოსავალს უმეტესად საერთაშორისო დონორებისგან იღებს. 2000 წელს ტუვალუმ შემოსავლის მიღების ძალიან ინოვაციური და საინტერესო გზა მოიფიქრა და ქვეყნისთვის მინიჭებული ინტერნეტ დომენის .tv-ს, ანუ წერტილი TV-ს მედია საშუალებებზე გაყიდვა დაიწყო. ტუვალუსთან ერთად ეკონომიკურად ყველაზე მცირე სახელმწიფოების ჩამონათვალში ნაურუსაც ხვდებით, რომელიც ერთ დროს ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო და ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა, მაგრამ ნაურუ მინერალური სასუქების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფოსფატით იყო იმ დროს დაჯილდოებული, მაგრამ მოპოვების პრაქტიკა იმდენად არამდგრადი აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლებისთვის ნაურუზე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, ხოლო ფოსფატის მარაგები ამოიწურა. ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას ნაურუმ ფეხი ვერ აუვა და ახლა მისი ეკონომიკა სულ რაღაც 179 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ქვეყანაში 12,000 ადამიანი ცხოვრობს. მცირე ეკონომიკების ჩამონათვალში ასევე ხვდებით მარშალის კუნძულებს, რომელიც 1156 კუნძულისგან შემდგარი სახელმწიფოა, სადაც 60,000 ადამიანი ცხოვრობს. ეს მცირე ზომის ქვეყანა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მნიშვნელოვანი მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც კუნძულებზე სამხედრო იარაღის გამოცდებს ატარებს. სანაცვლოდ მარშალის კუნძულებს და ამერიკას შორის განსაკუთრებული სავაჭრო და სავიზო პირობები მოქმედებს, რაც უმეტესწილად თევზჭერაზე დამოკიდებულ ქვეყანას უპირატეს პოზიციაში ამყოფებს, ხოლო მის მოქალაქეებს ამერიკაში ცხოვრების საშუალებას აძლევს. დღეს მარშალის კუნძულების მთლიანი შიდა პროდუქტი 294 მილიონია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მხოლოდ 2 ქვეყანას უსრებს. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ჩამონათვალში ასევე ვხვდებით კირიბატის ქვეყანას, რომელიც ახალი წლის დადგომას ყველაზე ადრე ხვდება. ამასთან კირიბატი ერთადერთი სახელმწიფოა პლანეტაზე, რომელიც 4-ვე ნახევარსფეროში მდებარეობს, რასაც 33 კუნძულის გაშლილი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. კირიბატის მთლიანი შიდა პროდუქტი 333 მილიონი დოლარია, ხოლო ეკონომიკის მთავარ მდგენელებს შორის თევზჭერას და კოპრის ანუ ქოქოსის კაკლის გამხმარი გულის ექსპორტს ხვდებით, მაგრამ თავად ქვეყანა ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე დგას, რადგან კირიბატის კუნძულები ნელ-ნელა წყლით იფარება. მსოფლიოს უმცირესი ეკონომიკების ჩამონათვალში ბოლოდან მეხუთე ადგილს 60-ეული პეიზაჟებით დაჯილდოებული კუნძულოვანი სახელმწიფო პალაუ იკავებს, სადაც 18,000 ადამიანი ცხოვრობს. პალაუს არქიპელაგი 340 კუნძულისგან შედგება, რომელთა ეკონომიკური ლოკომოტივი ტურიზმია. პალაუ, რომელიც თეთრი ქვიშით და ლაჟვარდოვანი სანაპიროებით გამოირჩევა, პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება აკვალაგით ყვინთვისთვის, რისთვისაც პალაუს ყოველწლიურად 100,000-მდე ტურისტი სტუმრობს. დღეს პალაუს მთლიანი შიდა პროდუქტი 320 მილიონი დოლარის ტოლია. აი ესეთი იყო 11 თებერვლის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარა გელანდეას საავტორო გადაცემა წერტილი. BMG-ს დილის ეთერს ხვალ ტრადიციულად საქმიანი დილა დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა უყუროთ ქალების ნარატივს. ხვალ დღის მთავარ ამბებს საქმის კურსი გაგაცნობთ, სამუშაო დღეს კი ტრადიციულად საქმიან საღამოში შევაჯამებთ. ხამშვიდობის და დროებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.